ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადი კალენდარული ერთეულების შესახებ. ეს არის დღე, ღამე, რაკი ნებისმიერი კალენდარული ჟანეულების ათვლა დღე ღამით ხდება, ანუ 24 საათით. და აგრეთვე ვისაუბრეთ ბაბილონური მთვარის კალენდრით, როცა მთვარე მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და აღნიშნეთ, რომ ქართულ ამბანში არის მთვარის სამი სახეობა. აი ეს არის ახალი მთვარე, სავსე მთვარე და ცხრალი მთვარე. როგორც ხედავთ, იკითხება ცაი. ცის გამგებელად ბაბილონში ითვლებოდა მთვარე, ამდენად ქართული დაწერილობა ცისა ზუსტად ასახავს მთვარის მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ესე იგი, იეასო ნიშანი არის ახალი მთვარე, ან ქართული ამბანის პირველი ასო ნიშანი, მისი მეორეული რიცხვით მნიშვნელობა არის 15 და არის სავსე მთვარე და ცან 29 ასო ნიშანი, რომელიც ცხრალი მთვარის განსახიერებაა. ბაბილონური მთვარის კალენდრით წელიწადის დასაწყისად მიჩნეული იყო გაზაფხულის დღეღამს სწორობა, ანუ გაზაფხულის ბუნიობა, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია. ქართულ ამბანში სწორედ ეს ვითარება არის ასახული სავსე მთვარის ზედა კულმინაციის დროს ზუსტად შუა ღამეა და დროის დღე-ღამის ორი თანაბარი ნაწილის ამსახველია. ესე იგი, დღის ხანგრძლივობა და ღამის ხანგრძლივობა 12 საათია. ამდენად ცხადია, რომ ქართულ ანბანში დღე-ღამის დასაწყისად მიჩნეულია შუა ღამე, როგორც ეს მიღებული იყო ბაბილონში და წელიწადის დასაწყისად მიჩნეული იყო გაზაფხულის ბუნიობა, ანუ გაზაფხულის დღე-ღამ სწორობა. ცხადია ეს ყველაფერი ბაბილონური მთვარის კალენდარი განხორციელებულია ქართულ ამბანში და ეს მოქმედება შესრულებულია ძველი წელთაღრიცხვის 444 წელს. ამის შესახებ ჩვენ მითითება გვაქვს როგორც წერილობით წყაროებში, ისევე ამ გარემოებას ადასტურებს თვით ქართული ამბანი. მაგრამ ძირითადი მნიშვნელობა ქართულ ამბანში აქვს არა მთვარის კალენდარს, არამედ მზის კალენდარს. ცნობილია ბაბილონური თანამიმდევრობა მნათობებისა. მთვარე პირველ ცაზე ზის და ეს მართლაც ქართულ ამბანშია ასახული. პირველ ცაზე ქართულ ამბანში მთვარე ზის, ხოლო მნათობთა თანამიმდევრობა 7 ცარი და 7 მნათობია: მთვარე, მერკური, ვენერა, მზე, მარსი, იუპიტერი, სატურნი. მთვარე პირველ ცაზე ზის, ხოლო მზე მეოთხეზე. აი ეს ბაბილონური თანამიმდევრობა 7 ცისა და 7 ცაზე მნათობთან განლაგება ასახულია ქართულ ამბანში და ამიტომ ქართული ამბანის მეოთხე
ასო ნიშანი არის მზის განსახიერება. ისი სახელწოდება არის დონ, მეოთხე ცაზე ზის, მართლაც მისი რიცხვითი მნიშვნელობა ორგზის 4-ია. ჩვენ უკვე ვიცით, თვარის რიცხვითი მნიშვნელობა ორგზის 1-ია, ხოლო მზის რიცხვითი მნიშვნელობა ორგზის 4-ია. რატომ არის ასე? ამას კალენდარული მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ ქართული ამბანის მეოთხე ასონიშანი იმას გვეუბნება, რომ მზე მეოთხე ცაზე ზის და მზე 4 წლიან თვარის ჟამეულს ითვლის. ცნობილია დღევანდელი ჩვენი კალენდარი აგრეთვე 4 წლეულებზია აგებულია რა. პირველი წელიწადი 365 დღეა, მეორე წელიწადი ისევ 365, მესამე ისევ 365, ხოლო მეოთხე წელიწადი ნაკიანია და დღეღამეთა რაოდენობა 366-ია. სწორედ ეს 4 წლეული არის განხორციელებული ქართულ ამბარში. მაგრამ აქ ნიშანდობლია ის ამბავი, რომ ძველი ეგვიპტური მზის კალენდარი წელიწადში მხოლოდ 365 დღეღამეს ანგარიშობდა და ნაკიანი წელიწადი არ იცოდა. ქართული ამბანი არის პირველი ძეგლი, სადაც განხორციელდა ნაკიანი წლის ანგარიში. ეს პირველად მოხდა რომში იულიუს კეისრის დროს 45 წელს ძველი წელთაღრიცხვით, როცა რომში მთვარის კალენდრის ნაცვლად შემოიღეს ნაკიანი წელიწადი, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 45 წელი მიჩნეული იყო, როგორც ნაკიანი წელიწადის პირველი შემოღება კაცობრიობის წარსულში. სინამდვილეში ეს ასე არ არის. საქართველოში შემოღებული იქნა ნაკიანი წელიწადი, ანუ ამას მზის უძრავ წელიწადს უწოდებენ და ეს მოხდა 540 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ეს ურყევი მითითება დადასტურებულია ქართველი მეფის ფარნავაზის თარიღიან წარწერაში, იმიტომ რომ მზის 4 წლიანი ჟამეულების ათვლა იწყება ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს და ამდენად მზის უძრავი წელიწადის კალენდარული სისტემა შემოღებულია პირველად არა რომში, არამედ 500 წლით უფრო ადრე შემოღებულია საქართველოში და ეს დადასტურებულია ქართულ ამბარში. ამდენად ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო რთული საკითხი, ვიდრე ეს არის მთვარის ბაბილონური კალენდარი, თუ როგორ არის განხორციელებული ქართულ ამბარში მზის კალენდარული სისტემა. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ქართული ამბარის დონი მართლაც მზის სიმბოლოა. საერთოდ მიღებული იყო თელს ხალხებში, რომ მზეს წრის სახით გამოსახავდნენ და ან შიგნი ათასებდნენ ჯვარს, ან ზემოთ, ესე იგი, გამოსახავდნენ ჯვარს. მართლაც ქართული ამბანი, ქართული ამბანის მეოთხე ასო-ნიშანი დონი, მზის განსახიერება, მეოთხე ცაზე ზის და ორგზის მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 4.
ესეც კალენდარულად უნდა აიხსნას. საქმე ის არის, რომ 4 წლიან ჟამეულში ერთი წელიწადი ნაკიანი იანგარიშება. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია 4 ჯერ 365 გადავამრავლოთ და ერთხელ 366. ესე იგი 4 წელიწადში ერთხელ წელიწადის ხანგრძლივობა იქნება არა 365 დღე, არამედ 366 დღე. მაგრამ აქ მზის 4 წლიანი ჟამეულის 4 წლიანი ჟამეული გვაქვს. აი ეს ერთი ჟამეული კალენდარულად იმას მიგვიხსნით, რომელიღაც პერიოდში ნაკიანი წელიწადი აღარ იანგარიშება. საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ ნაკიან წელიწადს ვანგარიშობთ, წელიწადის ხანგრძლივობა მაინც წელიწადის ხანგრძლივობის შეცდომას უშვებთ 11 წუთისა და 14 წამისა. აი სწორედ ქართული ანბანის საოცრება ის არის, რომ ქართული ანბანის მზის კალენდარი ითვალისწინებს აი ამ 4 წლეულის 11 წუთისა და 14 წამის ცდომილებას და 128 წლის დროული ხანგრძლივობის მეშვეობით ერთხელ 128 წელიწადში არ ანგარიშობს ნაკიან წელიწადს. ამას შემდეგ განვიხილავთ ჩვენ უფრო დასრულებით. მე უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ დონიასონიშანი ქართულ ანბანში 2 გზის 4-ია, იმიტომ რომ 1 გზის იანგარიშება ყოველ 4 წლეულში ნაკიანი წელიწადი 366 დღე, ხოლო ერთხელ 128 წელიწადში ნაკი არ იანგარიშება და ყოველი 128 წელიწადის 4 წლეული უნაკოა. ახლა საკითხი. როდესაც როგორი იყო ქართული მზის კალენდარი? ბაბილონელებს მზის კალენდარი საერთოდ არ ჰქონდათ, თვარის კალენდარით სარგებლობდნენ, ხოლო ეგვიპტელები სარგებლობდნენ მხოლოდ მზის კალენდარით. ქართულში კი მოცემულია ბაბილონური მთვარის კალენდრისა და ეგვიპტური მზის კალენდრის შეთავსება, შერწყმა, ანუ სინთეზი, ესე იგი დროის ეს ორი კალენდარული სისტემა ერთმანეთთან შეჯერებულია. ამგერად თუ ჩვენ ვიცით თუ როგორი ანგარიშებოდა დღეთა რაოდენობა თვეში, რამდენი თვე ანგარიშებოდა მთვარის კალენდრი, ეხლა ჩვენ გადავდივართ მზის კალენდარზე და უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღე გაანგარიშებულია, რომ წელიწადში არის მზის 12 თვე. ეს დადასტურებულია ქართულ ანბანში და ჩვენ ამის შესახებ შემდეგ აგრეთვე ვისაუბრებთ. ანუ როგორც მთვარის წელიწადი, ისე მზის ქართული წელიწადი იწყება გაზაფხულის ბუნიობას, როდესაც მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში, ეს ეგრეთ წოდებული ვერძის ზოდიაქოს უწოდებენ და მზის ქართული წელიწადი მსგავსად ეგვიპტურისა მეტად მარტივია.
დღეს მაგალითად ჩვენ ვანგარიშობთ და ეს რომაული კალენდრის ბრალია თვეში ხან 30 დღეა, ხან 31 დღეა, ხან 28 დღეა, ხან 29 დღეა. ეს გარკვეულ უხერხულობას ხმის. ეგვიპტური მზის კალენდარი უკეთესი იყო, უფრო მარტივი იყო. ყოველი თვე იყო 30 დღე და სწორედ ეს სისტემაა განხორციელებული ქართულ ამბანში, ანუ ქართული ამბანის მზის კალენდარი ეს არის ეგვიპტური ოღონდ გაუმჯობესებული და ყოველი თვე იანგარიშება 30 კალენდარული დღე, ხოლო 12-ჯერ 30 ვაძლევს წელიწადის 360 კალენდარულ დღეს. ახლა საქმე ის არის, რომ თავდაპირველად ქართულ ამბანში იყო 35 ასო ნიშანი. აი ეს 35 ასო ნიშანი დაყოფილი იყო ორ ნაწილად. 30 და 5 კალენდარული დღე. ეხლა ეს 30 ასო ნიშანი წელიწადის 12 თვეზე გადაბრავდება და 360 კალენდარულ დღეს ღებულობს. ესე იგი, ამბანის 35 ასო ნიშნიდან 30 ასო ნიშანი ერთი კალენდარული თვის 30 კალენდარული დღე-ღამეა. ხოლო ამ 30 კალენდარული დღე-ღამე მზის წელიწადის 12 თვეზე გადამრავლდება, ვღებულობთ 360 კალენდარულ დღე-ღამეს, ხოლო ქართულ ამბანში დარჩენილი 5 ასო ნიშანი შემოდგომის ბუნიობას, ანუ შემოდგომის დღე-ღამის სწორების დღეს ემატება 360 კალენდარულ დღეს და ვღებულობთ 365 კალენდარულ დღე-ღამეს. ამის შემდეგ ჩვენ ვილაპარაკებთ უკვე ნაკლიანი წელიწადის შესახებ. ესე იგი, მზის ქართული კალენდარით წელიწადი არის 12 თვე, ყოველი თვე არის 30 დღე-ღამე და 12-ჯერ 30 წელიწადის ყოველი თვე ერთნაირი ხანგრძლივობის არის და შემოდგომის ბუნიობისას ამ 360 კალენდარულ დღე-ღამეს 5 დღე-ღამე ემატება და ამდენად მარტივად გადაწყვეტილია ის რთული ამბავი, რომ თავიდან არის აცილებული თვეში სხვა დღე-ღამეთა სხვადასხვა რაოდენობა. მომდევნო ლექციაში ჩვენ უკვე ნაკლიანი წელიწადის მზის ნაკლიანი წელიწადის შესახებ ვისაუბრებთ.